so happy and proud. მე ვარ ქართველი, მაშასა და მე ვარ ევროპელი. პირადად ჩემთვის როგორც მოქალაქისთვის ეს ყველაზე ძვირფასი და ყველაზე სარწმუნო ეს არის არჩევანი. ჩვენ სულ პოლიტიკოსები, ისტორიკოსები, კულტუროლოგები ვყვებით ისტორიას მტკიცებულებებით, რომ ჩვენ ამის და ამის გამო ვართ ევროპული ოჯახის წევრნი და ჩვენ აქ ვიშველებთ, ხო, ქრისტიანობას, ან ახალი დროის მოდერნის ხანის გაბრძოლებას ქართული საზოგადოების, თუ ხელოვანების, თუ პოლიტიკოსების. ამის მიუხედავად მგონია, რომ გადაწყვეტილებაა ეს და გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვანი არაფერი არ არის. მტკიცებულებებიც რომც არ ვქონდეს, ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ ვართ ევროპა. ეხლა ეს არჩევანი და გადაწყვეტილება, როგორც ვთქვი, განპირობებულია გარკვეული ჯანსაღი ამბიციით და ძალიან ადამიანური სურვილით ვიყოთ იქ, სადაც უკეთესია. და რა თვალსაზრისით არის უკეთესი? ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ევროპაში და ევროპულ კულტურულ და პოლიტიკურ გარემოში ჩვენ გვეიმედება ის, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებები ბევრად დაცულია ვიდრე სხვაგან. არაფერი ისე კარგად არ მეტყველებს ინდივიდსა და საზოგადოებაზე, როგორც მისი არჩევანი და გადაწყვეტილება. ახლა თუ კი მაინც გვიწევს დასაბუთება, მაშინ ცნობიერი ალბათ გადაწყვეტილება და ბრძოლა, რომელშიც ერმა ჩადო ენერგია და არ მინდა პათეტიკური ვიყო, მაგრამ სიცოცხლე, საზოგადოების იდენტობის მაფორმირებელი იყვნენ მე-19 საუკუნის 60-იანელები, რომლებმაც გადაიაძრეს წარსული, ჰქონდათ ეს სითამამე, რომ კრიტიკულად შეეფასებინათ საკუთარი თავი და დრო და მაშინ გააკეთეს ესეთი გაცნობიერებული არჩევანი, ჩამოეყალიბებინათ, წარმოეჩინათ იდენტობა ქართველისა, რომელიც თავის თავში გულისხმობდა ევროპელობას. ანუ ეს კი არ არის ქართველი და ამავდროულად ევროპელი, არამედ ქართველი, რომელიც ატარებს ევროპულ ღირებულებებს. ევროპელობა სწორედ აი ამ 60-იან წლებში ჩამოყალიბდა როგორც არა მხოლოდ ქრისტიანული პარადიგმით ევროპელობა, არამედ სწორედ სოციოპოლიტიკური ღირებულებებით ევროპელობა, ქართველობა და ევროპელობა და ბევრად უფრო კომპლექსურია ეს იდენტობა. ამას მოჰყვა კიდევ მე-20 საუკუნის, აი განსაკუთრებით მე როგორც ხელოვნებაცოდნე თუ კულტურის მკვლევარისთვის ძალიან ძვირფასი ფაზა, ეგრეთ წოდებული ქართული მოდერნისტების გამოცდილება. ამ ქართულ მოდერნიზმში უპირველესად ცხადია იგულისხმება საქართველოს მოსახლეობის, საზოგადოების ის აქტიური თაობები და ჯგუფები, რომლებმაც ამოცანად დაისახეს, დაემკვიდრებინათ სხვადასხვა სფეროში ევროპული გამოცდილებები. ეს ზოგადი ღირებულებები კი აღარ იყო, არამედ იყო უკვე ძალიან საქმიანი ნაბიჯები. რა თქმა უნდა, ამას ხელი შეუწყო პოლიტიკურმა განწყობამ და ნებამ. საბედნიეროდ ჩვენს ისტორიაში მაინც ფრაგმენტულად, მაგრამ მაინც ჰქონდა ეროვნული ხელისუფლებას, ჰქონდა იმის ფუფუნება, რომ ძალიან რადიკალურად, ასე ვთქვათ, პროგრესული ნაბიჯები გადაედგა და მაგალითად ნოე ჟორდანიას ხელისუფლება თუ მთავრობა აგზავნის ნიჭიერ, მონდომებულ და ინტელექტუალ ადამიანებს პირდაპირ ევროპაში. ძალიან ემოციური იყო ჩემთვის, როდესაც ვეცნობოდი მათ ჩანაწერებს. ეს ხელოვანები ვერ იმეტებენ დროს და ენერგიას მხოლოდ საკუთარი არტისტული ვნებების დაკმაყოფილებისთვის. დავით კაკაბაძის ჩანაწერები ამის ნათელი მაგალითია, რომელიც სულ ავითარებს და უბრუნდება აზრს თუ ფიქრს იმის შესახებ, როგორ აითვისოს, რაც შეიძლება დიდი მოცულობის ცოდნა,
გაზიარების მიზნით. ანუ მათი მიზანი, აი მისი მეგობრების, ხო, არის ის, რომ დაბრუნდნენ და განავითარონ საქართველოში და წერს კიდევაც რომ ჩვენ უნდა შევქმნათ ხელოვნება, რომელიც ქართულიც არის და ევროპულიც. მე მგონია რომ საზოგადოება, რომელიც დღეს იბრძვის ამ გზის გაგრძელებისთვის, სწორედ ილიას თაობის ქართველის იდენტობის მატარებელია და მართლა ბედნიერი ვარ ამის გამო და ამის ესეთი მძაფრი განცდა უახლოეს წარსულში გაგვიჩნდა ყველას და აი ამის შეცვლა ძალიან რთული იქნება. ამის ტოტალურ და სისტემატიურ ღალატს ვუყურებ ბოლო წლების განმავლობაში და ამის საპირწონედ ძლიერდებით ჩვენ ხელისუფლება, რომელიც ამ დიდ პროცესს, ამ თავგანწირულ პროცესს ღალატობს, ჩვენ დავაბალანსოთ და ჩვენ არ დავუშვათ ის, რომ შედგეს საბოლოო ჯამში ილიას თაობის თუ დავით კაკაბაძის თაობის გაბრძოლება და თავგანწირვა არ დასრულდეს წარუმატებლად. ეს არ გვინდა რომ დავუშვათ იმის გარდა რომ პირადად ჩვენი ასე ვთქვათ ის გვაქვს ჩვენი ვნებაც გვაქვს რომ არ ჩავეწეროთ საქართველოს ისტორიაში როგორც ის თაობები რომლებმაც დაუშვეს სტაგნაცია, დაუშვეს მარცხი, დაუშვეს იზოლაცია, განუვითარებლობა. ძიმია ამის დაშვება, როცა იცი რომ იცხოვრე, თითქოს იშრომე, იმუშავე, მაგრამ დაუშვი წუმპეთ ქცევა აი ამ გარემოსი. უპირველესად მგონია რომ გამოგვეპარა ისეთი რამ, რასაც გარკვეული პროფესიის ადამიანები ვეძახით ხოლმე დიდ სურათს. ანუ ჩვენ დავიწყეთ ტკბობა და ცხოვრება იმ პატარა ეპიზოდში, რომელშიც ჩვენი ცხოვრება მიედინება, დაგვავიწყდა რომ რაღაც დიდი კომპოზიცია არსებობს, რომელიც არსებობს საქართველოსა და რუსეთთან მიმართებაში. აი კომპოზიცია, რომელსაც შეიძლება დავარქვათ გამოცალკევების პროცესი და განქორწინების, ასე ვთქვათ. და ამ დიდ სურათში შეიძლება კიდევ ყოფილიყო ნაღმები, რომელიც ჩვენ კარგად ვერ გავიაზრეთ. ჩვენ ვერ დავინახეთ ის გზები, სადაც ისკენაც მივყავდით გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებს. აი იმის იქით რა იყო საზოგადოების დიდმა ნაწილმა ეს ვერ დაინახა, დისტანცია ვერ დაიცვა. ამ ვერ დისტანცირებას რიგ შემთხვევაში ჰქვია საკუთარ კომფორტში დარჩენა, ან რიგ შემთხვევაში ჰქვია შიშები, რიგ შემთხვევაში ჰქვია რომ ვიღაც ასე ვთქვათ, არ ვიცი, რეგიონში გამგებელი ძალადობს, აი სხვადასხვანაირი ახსნა აქვს, ვერ მოვიკრიბეთ ძალა ერთმანეთსაც ვერ დავეხმარეთ ალბათ. ამ სურათში აშკარა იყო რუსეთი, რომელსაც არ გადაუაზრებია თავისი წარსული. არაუღია თავისი წილი პასუხისმგებლობა კაცობრიობის წინაშე ჩადენილი იმ დანაშაულის გამო, რომელსაც საბჭოთა კავშირში ჩადენილი დანაშაულებათა დიდი ფოლდერი რომ დევს და ის არ გაუხსნია. და არ უთქვამს რომ აი დიახ აი ამას ვიღებ ჩემს თავზე პასუხისმგებლობას ვიაზრებ ამას აი ასეთი სიმძიმე გვაწევს ჩრდილოეთიდან და ის არ გარდაქმნილა შესაბამისად ის მუდმივი საფრთხეა და ჩვენ ეს დაგვავიწყდა. აღმოჩნდა რომ ინსტიტუციური საყრდენები თუ რამე იყო წარმატებული ჯანსაღი და საიმედო ქართული ოცნების ხელისუფლებამ ძალიან სისტემურად, მწყობრად მიიტაცა და მოანგრია. ჩვენ ვერ შევძელით ისეთი საყრდენების შექმნა, რომელიც შეეყუდებოდა სამოქალაქო საზოგადოებას და გამოაფხიზლებდა. ვერ გამოვაფხიზლეთ ერთმანეთი და ვერ
დავუწიეთ კონკურენცია, ნაწილობრივად კი პროპაგანდას, რომელიც აამუშავეს. პროპაგანდისტვის ამხელა სადავეები არ უნდა მიგვეცა და ბევრი მომენტი იყო, როცა იყო შესაძლებელი, მაგრამ ვერ მოვერიეთ. ეს აჯობებს ეს ვთქვათ, იმიტომ თუ ვართ აქ და თუ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ჩვენ დემოკრატიზაციის პროცესში საზოგადოებას სამშვიდობოს გავიყვანთ, მაშინ უნდა აგვეღო და ეხლაც უნდა ავიღოთ გულწრფელად და ისეთი პასუხისმგებლობები, რომელიც არის ადეკვატური იმ გამოწვევებისა, იმ პროპაგანდის, ძალადობის, იმ დიდ კომპოზიციაში ჩადებული ნაღმების საპირწონე მასშტაბის პასუხისმგებლობების აღება უნდა შევცვლოთ. თუ ამ ხელისუფლებაზე ვსაუბრობთ და ამ ხელისუფლებაზე ვსაუბრობთ იმიტომ, რომ ამ ხელისუფლებამ ამოქმედა რუსეთის იმპერიაში დაბრუნების პროექტი. ყველა სხვა ხელისუფლებას თავისი მწვავე ცოდვები ჰქონდა, მაგრამ პროექტი საქართველოს რუსეთისკენ ამ ხელისუფლების არის და არც ერთი სხვისი. არსებობდა ბევრნაირი დანაშაული, ბევრნაირი ღალატი, გარკვეული ღირებულებების, მაგრამ სახელმწიფოს ღალატი მათკისერსია. და სხვათა შორის ეს ყველას მიერ არის გააზრებული და თუ ისინი ცდილობენ დაამყარონ დიქტატურა, სხვა არჩევანი მათ არ აქვთ, იმიტომ რომ თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, ისინი პასუხს აგებენ სახელმწიფოს უპრეცედენტო ღალატის გამო. ამიტომაც დიდი თამაში მიდის ახლა. ჩვენ გამოგვრჩა ცოდნა იმის შესახებ, რომ დიქტატურისკენ მიმავალი გზა ხშირად არის აბსურდული და სასაცილო. და ისტორია, თუ კი ეს ისტორია იცი, ხშირად უმეტესად რეჟიმები, რომლებიც აქეთკენ მიდიან, ლექსიკის დონეზე თუ გადაწყვეტილებები, თუ პერსონაჟები, რომლებიც ამ სცენაზე გამოყავთ, ხშირად ყოფილან კომიკურები. და ხშირად ყოფილან თითქოს პერსონაჟი, რომელსაც ვერაფერს დაავალებ, მაგრამ თან არის. და ზუსტად ასეთი ინსცენირებები გათამაშდა და ვერ შევიცანით. მაგალითად, ჩვენ მივიღეთ, რომ შეიძლებოდა ირაკლი კობახიძეს გაელანძღა პარლამენტში ისეთი სიტყვებით ანადოლიძე და რამდენიმე ქალი და მაშინ ვინ შევიმჩნიეთ, ეხლა ოპოზიციაში მყოფი სხვა ადამიანები გვეუბნებოდნენ, რომ გადაცდომა იყო და ეპატიებათ. და მე ეს გახდა სისტემური. განსხვავებული აზრის მქონე დეპუტატების უბრალოდ კრიტიკა კი არა, მათი გინება. ჩვენ არა ვართ ევროპული საზოგადოება სრულად. ჩვენ გრძნობთ პრეტენზიას, ჩვენი არჩევანი არის, სითამამე არის ევროპული, მაგრამ ჩვენი რუტინა არ არის ევროპული. ჩემს სფეროს რომ დავუბრუნდე, კრეფსის წულუკიანს ვემეგობრეთ წლების განმავლობაში. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ძალადობის გამართლების შემდგომ ხელოვანების კურატორების, მუზეუმის თანამშრომლების გარკვეულმა ნაწილმა მაინც ჩათვალა შესაძლებლად, რომ ემეგობრათ. სიტყვები არ მყოფნიდა და ახლაც არ მყოფნის, როდესაც ამას ვიგონებ. საზოგადოებამ ასევე არ შეიმჩნია, როდესაც ინსტიტუციები დაანგრიეს. ჩვენ სფეროში გამოშიგნეს ინტელექტისგან და გამოცდილებისგან მუზეუმები. საზოგადოებამ იგივე სფეროს კოლეგებმა არაფრად ჩააგდეს, როდესაც ერთ ახალგაზრდა რეჟისორზე იძალადეს, ძალადობაა, როდესაც იბარებენ კაბინეტში და ეუბნებიან, რომ კანონით მონიჭებულ უფლებას რომელიც ნებისმიერ მოქალაქეს აქვს, ეუბნებიან, რომ არის სარგებლო ამ კანონით, თორე შენი ცხოვრება ძალიან სულად წავა. და ეს იცის ყველა. და ხმას არავინ არ იღებს. რატომ? ალბათ გარკვეული ინტუიციაც არ იყო, რომ როდესაც არ შეიმჩნევ, რომ შენი კოლეგა ასეთ მდგომარეობაშია, ვერ აქცდება იგივე ბედი შენ. სულ მქონდა არჩევანი, რა მექნა, დამეცვა ჩემი კოლეგები, რომლებიც ირჩევდნენ თანამშრომლობას და როგორ გამეკეთებინა, რომ მელაპარაკა მავნებლობაზე რეჟიმის და სისტემის, რომელიც თავზე გვენგრეოდა. გვანგრევდა ყველაფერს და ამ დროს რა მექნა იმ რამდენიმე და ბევრი პროფესიონალისტვის, რომელიც თვლიდა, რომ არა, ეგრე რთულად კი არ არის საქმე. ჩვენ ახლა აქ ჩვენ საქმეს ვაკეთებთ.
თუ კი ვინმეს კიდე დაგვრჩა ძალა და თავისუფლება, რომ ამ ყველაფრის ნაწილი არ ვიყოთ, მაშინ ჩვენი მთავარი მისია ის კი არ არის, რომ ვნერვიულობდეთ, გონს მოეგება თუ არა, ჯერჯერობით ამ სისტემის მორჩილებაში მყოფი ხელოვანი. არამედ ჩვენი მთავარი ენერგია უნდა მიდიოდეს იმაში, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ სიმართლის ფალსიფიცირებას. კრიტიკულად მნიშვნელოვანი რაოდენობა საზოგადოების არის განვითარების და საქართველოს არსებობის გაგრძელების მომხრე. ამ პროტესტში ჩამოვყალიბდით ადამიანები, რომლებიც ვამბობთ, რომ ამ ადამიანს იქამდე ვერ მივიღებ. ვეღარ გამოვხატავ პატივისცემას. ვიდრე ემსახურება მტერს. ან ვიდრე არ შეუძლია იყოს სოლიდარული, ვიდრე არ შეუძლია ჰქონდეს ემპათია. აღარ არსებობს მათი ხელოვნება და არ აქვს მნიშვნელობა ისინი სახელმწიფო თეატრებში იქნებიან, დიდ დაფინანსებას მიიღებენ და ტექნიკურად როგორ საინტერესო, ესთეტიკურად საინტერესო ნაწარმოებს შექმნიან. მათი არსი ამ ხელოვნების გადაჯაჭვულია იმ ბოროტებასთან, რომელიც ახლა ჩვენს ენერგიას ითვისებს, ასე რომ შეიძლება ფიქრობენ, რომ რაღაც გადაარჩინეს ამ კონფორმიზმით, მაგრამ გონია, რომ უფრო სუიციდს გავს ეს. ჯერა რომ პროტესტი და წინააღმდეგობა უკვე მდგომარეობაა და არა დგომა. ჯერა რომ ვერ დავთმობთ ამ პროცესს, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ. იმიტომ კი არა რომ გაჯიუტებულები ვართ, იმიტომ რომ ძალიან არის ჩვენი ცხოვრება გადაჯაჭვული, ჩვენი ბიოგრაფია გადაჯაჭვული ჩვენი ქვეყნის ბიოგრაფიასთან. ჩვენ სხვანაირად განვიცდით ერთმანეთს, ალბათ რაღაცნაირად ერთი დიდი ოჯახი ვართ, ხო? საქართველოს საზოგადოება. ამიტომაც მე მაგათად მჯერა, რომ ვერ ვუღალატებ აი ამ ჩემს იდენტობას. ანუ იმის მჯერა, რომ რაც ჩვენი ცხოვრების ნაწილია, ამის დათმობა უბრალოდ შეუძლებელია და ნახოთ რა მოხდება. ბოლომდე არ ვიცი. We are so happy and proud. მე ვარ ქართველი, მაშასა და მე ვარ ევროპელი.